ნატოს წევრი 5 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მოლაპარაკებებს ვარშავაში მართავენ. მოლაპარაკებების მთავარი საკითხები უკრაინის სამხედრო დახმარება და ევროპის უსაფრთხოებაა. ვარშავაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან ერთად ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ძლიერი ევროპისთვის სამი რამ არის აუცილებელი: ძლიერი საზოგადოება, წინააღმდეგობა ჰიბრიდული ომის მიმართ, რაც ძლიერ არმიას გულისხმობს და ჩვენი ალიანსის სიმტკიცე. პოლონეთმა უკვე გადმოიბარა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. ევროპა ემზადება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისა და მისი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებისთვის. პოლონეთს როგორც ნატოს მთავარ წევრს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ნატოს მომავალთან აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინასთან დაკავშირებით. ის რჩება უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ, როგორც თავდაცვითი, ისე ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა უკრაინის ფრონტის ხაზზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა.